ხულიგანიდან არ იქნება ასეთი ლაჩარი და ასეთი საცოდავი, ხო? ამავე დროს რაღაცა ესეთ კოგნიტურ დისონანსთან გვაქვს საქმე, თან იქცევა როგორც ძველი ბიჭი და ხულიგანი, მაგრამ ამავე დროს არის საოცრად, აი ესე რომ ვთქვათ, მოწყვლადი ნაზი, რომელსაც ძალიან ედკინა ლოყა და გაუწითვდა და აი დღემდე როგორ ტკივა და ყველა ეს დანგრეული, ანუ ის რაღაც ამ ძველ ბიჭობის, რაღაც ქუჩის ბიჭობის, თუნდაც ეს რაღაცა სახე, ხო, ესეც კი არის აღრეული ქვეფილი რაღაც რეჟიმის საოცრად ესეთ მარაზმატიკულ რაღაც ძალიან დეფორმირებულ და მახინჯ სტრუქტურასთან ეს ყველაფერი რაღაც სიმბიოზების შექმნა პრინციპში უკვე ქართულმა ოცნებამ სადაც აღარაფერს აღარ აქვს თავის კვალიფიკაციასაც ვეღარ მისცემ როგორც სჭირდებათ იქეთ აბამემ ქოთანს ყურს აი იგივე თუნდაც ახლა ნინო დათაშვილის საქმეს რომ დაუბრუნდეთ რა ემოციურ ლაბილობაზია საუბარი ანუ ჩვენ ერთია რომ გვიდებენ ესეთ გაყინულ უკვე მე სამართლებრივად ამას ვერ ვაფასებ, მაგრამ არ ჭირდება ამას პრინციპში იმდენად ყველაფერი რა ვიცი სახეზია ხომ? ჩვენ არ გვანახებენ იმას რა ხდება სიღრმეში, ანუ რა მოხდა მანამდე ვიდრე მზია გააწნიდა ხელს, ხომ? ჩვენ ხომ ამას არავინ არ გვანახებს, სახეში როგორ აფურთხებდა, როგორ დამამცირებლად ექცეოდნენ, რა ვიცი ეს პოლიციელის მუნდირი შეურაცხყოფა როგორ არის ეს მუნდირი თვითონ ამ პოლიციელს უკვე აქვს ფეხქვეშ გათელილი საკუთარივე ხელით, ხო ის აღარ არის მართლაც პოლიციელი. ჩვენ არ გვანახებენ იმ პრეისტორიას, რაც ხდება კულისებში. ნინო დათაშვილი არის საკმაოდ ადეკვატური, რა ვიცი, მეგობრებში მყავს მე და არასდროს არ შემიმჩნევია, რომ რამე ემოციური ლაბილობა ყოველთვის ძალიან ესეთი ლოგიკური, ძალიან სწორი, მართალი და საღი ადამიანი და არ ვიცი ახლა გვაჩვენონ ეს, რა ვიცი, მოიუწვიონ ექსპერტები და რა მიზნით და რატომ უნდა გამოკეტონ ის ფსიხუშკაში ძალიან მაინტერესებს რომ აქ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განსაზღვრონ ეს და არა რომელიღაცა ესე თქვა დაქირავებულმა ციხის და ბრძანება მიცემულმა ისევე როგორც ნაყიდი აქვს მთელი ეს სისტემა თავის მოსამართლებით და პროკურატურებით ახლა უკვე თავისი ექიმებით ჩართეს ასწორედ ესენი ერთ რაღაც ამბავში ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები არის სწორედ ესე შეკერილი რომ ჩვენ ყველაფერს პირდაპირ ესე გვიდებენ დასკვნებს რომ ეს ასე იყო, დიახ, მან მუნდირი შეურაცხყო პოლიციელს და დასავლეთშიც ესე არისო და მართლაც ახლა რომელი დასავლელი პოლიციელი იქცევა ასე, თუნდაც კრიმინალს, მით უმეტეს ახლა ჩვენ საუბარი გვაქვს მზია ამაღლობაზე ჟურნალისტზე, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა, მთელი ისტორია, ძალიან საინტერესოა და მართლა ზეა მწარიაშვილის ადვოკატის სიტყვების თქმის არ იყოს მან ერთგვარი რა ვიცი მთელი ესე თქვათ რეჟიმის სახე გვაჩვენა ხო აი ამ თავის სიტყვაში აუცილებლად ეს დარჩება თაობებს ეს იქნება რაღაცნაირად აი ძალიან მნიშვნელოვანი кейსი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი მზია ამაღლობელის საქმე თუ სადამდე მივედით და ეს ყველაზე მეტად შეურაცხყოფელი ამბავი არის მხოლოდ ჩვენთვის ამ შემთხვევაში ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის კი არა მთლიანად მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან შეურაცხყოფელი ის რაც დღეს ახლა სასამართლოში ხდება ის რაც დღეს სინდისის პატიმრების საქმეებზე ხდება ეს აი მართლა ვერ წარმოვიდგენდით ვიცოდით ახლა რა რეჟიმის ხელში ვიყავით და რა იყო ქართული ოცნება მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი თუ აქამდე მოვიდოდა ეს ყველაფერი. აი კიდევ ვიმეორებ, უფრო და უფრო ისხამს რაღაც ამ ბოროტების ყვავილებს, უფრო და უფრო მომწამლელი და ესე გახრჩობს თანდათან და უფრო საშინელი ხდება, რომელიც ჭამს პირდაპირ ცოცხლად ადამიანებს და ამ მეტაფორებს რომ თავი დავანებოთ, ყველასთვის ცალსახა ეს იურისტისთვისაც, ჟურნალისტისთვისაც, მუშისთვისაც, მასწავლებლისთვისაც თუ რა ხდება დღეს სასამართლოში ამას არ ჭირდება რამე კანონების ცოდნა რომ ჩვენ დავაკვირდეთ და პირდაპირ აი დაგვიკეტეს მართალია დარბაზების კარები მაგრამ ყველაფერი არის ეს ხმა რომელიც თუნდაც იმზეა სიჩუმით რომელიც დგას იქ 9 საათი ესე უდრეკად და ესე უპირისპირდება რეჟიმს სწორედ აი უბრალოდ ჩუმად დგომის ამ სალიკლდესავით ეს არის მათთვის ყველაზე დიდი დამარცხება და ყველაზე დიდი სილის გაწვნა რეჟიმისთვის და სწორედ აქ სამარდება ჩემის აზრით მათი ყველანაირი მცდელობა რომ დაამარცხონ მზია ამაღლობელი დაამარცხონ მართალი სიტყვა და საერთოდ ზოგადად თავისუფალი ქართული მედია